თავი სეზონი არის მაყურებელი ტრიბუნაზე, რომელიც დინამო ივსებოდა და აუჭალაში 2000 კაცი არ მიტის, ეგ მარშრუტკები თუ არ გატენე და ესე მიიყვანე ესე რა. რაღაც მომენტში იმათ შეიძლება თქვა, რომ ვაფშე ჩვენი პოლიტიკა ეგ არ არის, აგერ ყველა ვიყიდი რა, მოთამაშეებს ყველას მოვიყვან რა. ესე არ შეიძლება ის, რომ აი ესე ჩუმად გააკეთო რა. თუ მარტო სამაკლუბმა იცის, არა, აბსოლუტურად ყველა უნდა იყოს ჩართული, ვისაც ეხება. გამარჯობა, შემოგთავაზებთ ახალ ეპიზოდს. დღეს ჩვენი სტუმარი არის ლევან ობოლაძე. სარაგბო წრეებში მას იცნობენ როგორც მწვრთნელს, როგორც მოთამაშეს. ამჟამად ლევანი ფოთის გუნდის მწვრთნელია. მანამდე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემი არქივი მოითხოვს გაციფრულებას. თუ ვინმეს შესაძლებლობა აქვს ამაში დაგვეხმაროს, გთხოვთ მოგწეროთ, დაგვიკავშირდეთ და დაგვეხმაროთ ამ საკითხის მოგვარებაში. ასევე აქვე ხედავთ ანგარიშს, სადაც შეგიძლიათ მცირეოდენი თანხა გაიღოთ. ეხლა დავუბრუნდეთ ჩვენ სტუმარს. მიშა, ლევანთან. ჩვენ ეხლა ამ პრინციპში ლევანით ვიწყებთ, ესე ვთქვათ, ახალ ციკლს, რომ აი მოქმედ მწვრთნელებთან საუბარს. მოგვეწევთ საუბარი თამაშზე, როგორ ემზადებიან, რას ფიქრობენ, როგორ ფიქრობენ და ასე შემდეგ. კი, სანამ მეც ჩავერთვები მაშინ, რომ ვთქვათ, მადლობა ლევან, რომ მობრძანდი ჩვენთან. ჩვენ რა თქმა უნდა ვიფიქრეთ, რომ რაღაც მომენტიდან დავიწყოთ, ვთქვათ, მწვრთნელებთან საუბრები. და მწვრთნელებთან საუბრები ძირითადად რაზე უნდა იყოს? რა თქმა უნდა, რაგბიზე, ეხლა ლოჯისტიკაზე და ეგეთ საკითხებზე არ იქნება, რაგბიზე იქნება საუბრები, რასაკვირველია და ჩვენ გიცნობთ და ესე მგონია, რომ შენ რაღაც შენი საინტერესო ხედვები გაქვს ამასთან დაკავშირებით და მაგრამ სანამ ეს თავარი თემაა, ვთქვათ, ჩვენ დავიწყებთ, იქნება შენ გაქვს რაღაცა, ეხლა ჩვენ ვიცით, რომ იყავით ჩასული ვთქვათ, საინტერესო ტურნირი ითამაშე შენი გუნდით. ფოთში რა ხდება, შენი საფრთხილო. აი, ცოტა ამაზეც რო გვითხრა, სანამ თავარ თემაზე გადავალთ. ხო, მოკლედ, ტურნირზე და მერე პირველ რიგში მივესალმები პატივცემულ სარაგბო საზოგადოებას. წარმატებებს უსურვებ მესამე ტაიმს. ვადევნებ თვალყურს და იმედია უფრო განვითარდება და ნამდვილად აკლია სარაგბო საზოგადოებას. გადაცემები, იმიტომ რომ ნაკლებად ისმის ყოველ შემთხვევაში განსაკუთრებით ბოლო წლებში ეს რაღაცეები, რაც საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, რა ხდება ინსაიდურ სიტუაციებში, შიგნით რა ხდება. და 1000 გვარი ჭორია რა ამაზე რა. პირველი ცოტა ის დასვენებას გამომივიდა, მაგრამ ძალიან კარგ ადგილას ვიყავით ჩემპიონთა თასის და ჩელენჯ კაპის ფინალზე. ნამდვილი თავარი მომენტი ეს არის მოსაყოლი რა გითხარი. კი და ძალიან საინტერესო იყო იმ მხრივ ჩემთვის ესე მაღალი დონის ფორუმზე პირველად მოვახერხე რომ შევძელი რომ წავსულიყავი და თან ისე თავისუფლება რო გაქვს რომ ყველანაირი ლევან მოქმედი მწვრთნელებიდან ვინმე იყო კიდე შენს გარდა იქ არა და სხვა შორის ერთადერთი შემხვდა აქვსენტი გიორგაძე შემხვდა იქ ბორდოს წარმომადგენელი იყო ჩვენ მე ვიგულისხმეთ და ქართველი რამოდენიმე ქართველი შემხვდა ვინც საფრანგეთში თამაშობდნენ ფედერალებში ერთ-ერთი ჩემი გადაკვეთაც ჰქონდა და იქნებ სხვა შორის საქართველოსდან მეც როგორ მოხვდი რა შემთხვევით ეს ლუკა ასათიანი არის ესეთი ადამიანი. კი, ვიცნობ, აბრაგამის ერთ-ერთი. შემთხვევით რა ესე საუბრობდით ისა და ჯგუფი აპირებდა წასვლას და მინდოდა ისე რომ ანუ მარტოც და საქართველოსთან ცოტა ნაკლები ადამიანები რომ ესე ჩემპიონთა თასის ფინალზე დადიოდნენ და ესე დავემთხვიეთ ერთმანეთს და ძალიან საინტერესო ჯგუფი შეიკრა და ძალიან სამწუხაროა ესება პირდაპირ მინდა გითხრა რომ რაღაცნაირად ამას ორგანიზებული სახე არ აქვს რომ საქართველოს მოქმედი მწვრთნელები, პრაქტიკოსი მწვრთნელები ესეთ თამაშებს და ესეთ ფორუმებს არ ესწრებიან. და სხვა შორის ძალიან ისეთი რაგბში კარგად გათვითცნობიერებული საზოგადოება იყო, გულშემატკივრები, რომლებიც თურმე არიან
ისეთი ადამიანები რომ თავის ჯიბის ფულს ხარჯავენ რომ წავიდნენ დიდ ფორუმებზე და ძალიან ხშირად დადიან და ჩემთვის ეხა ცოტა გამიკვირდა და ძალიან ვისიამოვნე ამ ყველაფრით და ამ გარემოთ და რაც შეეხება ეხლა გუშინ ჩამოვედით მოკლედ ამსტერდამის Sevensიდან. სანამ ამას ფინალზეც 1-2 სიტყვით რომ ფინალზე რა შეიძლება ითქვას? ძალიან დიდი დომინაცია ქონდა. კი, და მანამდეც ისე რაღაცა დაახლოებით 10-მდე თამაშს მომენტებს უყურე ამ გუნდების რა. მაინტერესებდა ეგ გახურებისას 1 საათით ადრე შევედი რაღაც დეტალებს ვაკვირდებოდი. თუნდაც იმ გახურებაში ლენსტერი როგორი ისეთი არა, გრანდი არის რა, სარაგოსა საზოგადოებაში და იმ ხელა სხვაობა იყო ამ ბორდოსთან, ცოტა გამიკვირდა რა. და აი თამაშის ფილოსოფია ძალიან განსხვავებული ქონდა ბორდოს და თითქოს ესე მუდმივად კარგად ჩანს ეს ჭადრაკს ეთამაშებოდა და აი აბსოლუტურად მიუხედავად იმისა რომ აი სტატიკურ ფაზებში ხა კარგები არიან ცნობილი ირლანდიელები და ლენსტერი მით უმეტეს დომინანტი არის ну ფრანგებმა ფაქტიურად აი განსაკუთრებით აი ერთი დეტალი იყო მნიშვნელოვანი ღერძი 9-10 ნომერი 15-იც მაგრამ 9 და 10 ნომერი რომლებმაც აი ძალიან დიდი განსხვავება შექმნეს და აი ეს ფეხით თამაშის და ღია თამაშის აი ხელით თამაში ის ბალანსი მონაცვლეობა ისე ფაქტიურად აი მარტივად აკეთებდნენ როგორც კი ამოუწევდა ამ გარემარბებს ფეხით ჩაკეტავდნენ, ჩავიდოდნენ, გარეთ უშლიდნენ და ძალიან ისე იყო მობილური აი ფაზური თამაში, გაწელილი ახლოს, ისე საერთოდ სხვაგან არიან და ისედაც მობილური ეს ბილი ბიარისთან თელი თამაშის განმავლობაში ერთი ბურთი არ დაუკარგავს, აი ყველა ეპიზოდში ბურთის შეხება, გასაგებია რატომაც არის მსოფლიოს საუკეთესო მორაგბე და სხვა შორის გამიკვირდა კიდე მონპელიესგან ესეთი მაღალი დონის იმიტომ რომ ბოლო წლებში ხო ვარდებოდა ეს მონპელიე კიდან და ბორდო არა მაგრამ ძალიან კარგი გუნდი პლეიოფში ანუ წინა თამაშიც იყავით კი ანუ წინა დღეს გასმოსათელი რაღაცა და მეორე დღეს თავი თამაში და ბილბაო სასაულის სტადიონი და ის გარემო ველაფერი ის სოფლები ამდენი ხალხი გამიკვირდა სხვათა შორის თან მთელი ის ძალიან იაფია თვითონ ესპანეთი რა და ტურისტულადაც ხო ბასკები თამხარე კი ეხა ბასკები თამაშობენ, მაგრამ ეხა ბილბაო მაინც და მაინც არ არის. არ არის, მაგრამ ხშირად თურმე იყენებენ, რომ მეც ინფორმაციები რომ მოვიძიე, რომ ისე არის რა, იქვე ახლოს არის, ფრანგები გამოდიან და რაგბის განვითარების მხრივაც, ესპანეთში რაღაცები რომ ნახე 40,000 რეგისტრირებული მორაგბე, რაღაც ანუ ისეთ ჩვენ წინ არიან რა 40,000 შეიძლება ციფრები ზუსტად ის, მაგრამ მანდარიან. და ესპანეთში და ადგილობრივი გუნდები რაღაცებს ესეთი მეებს ვიძიებ ხოლმე ჩავდივარ. რამდენია მოსახლეობა? მე არ მახსოვს ეს ხო და ანუ რაღაცებში უკვე მიუხედავად იმისა რომ ჩვენ რეიტინგში უსწრებთ წინ არიან მსოფლიო სერიას კი უყურებთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია 4 ტოპ 4-ში 7 კაცი ძალიან მაღლა ძალიან კარგად არის და სხვა შორის ერთი ცოტა ისეთი მომენტია იქ სასტუმროშიც რა ტელევიზიას და რაგბის ტელევიზია რა და მთელი დღის განმავლობაში რაღაც სხვადასხვა დონის თამაშები საუნივერსიტეტო პრინციპში ანუ ფესტივალებიც კი გადიოდა რა რა საინტერესოა რაღაცა ნაკლებად სამოყვარულო რაგბი მოიდის იმაში არხზე რა კარგი რაგბი ტივი აქვს მოკლედ ჩვენაირი არა მოკლედ ძალიან საინტერესო ისეთი იყო რომ ისეთ ნიუანსებსაც უყურებ აკვირდები მოკლედ კარგი მოკლედ ტური გამოვიდა კაი ეხლა შენ საყვარელ შვიდკაცას დაუბრუნდეთ და ამსტერდამზე 2 სიტყვით და მე ფოთში წავიდე
მოკლედ სოხუმთან მეგობრობ, ცოტა რაგბისგან რო ვისვენებდი. სოხუმთან რას ნიშნავს? ანუ სოხუმის რაგბის კლუბთან. და შაშანაც უნდოდა. მაგრამ ეს არ არის ჯობავა. ლევანი ჯობავა, ჩამდგმელი ამ კლუბის. და ნუ ესეთი იდეა იყო, რომ სოხუმი საქართველოს დროშის ქვეშ. რომ საერთაშორისო სარბიელზე დაფიქსირებული იყო, გვეთამაშა სოციალური გუნდი არის და სხვათაშორის რასაც ვაკვირდები, ერთ-ერთი საუკეთესო სამოყვარულო გუნდია თავისი თამაშის გარდა იქ სიტუაციებზე საკმაოდ სად არიან დაბანაკებულები? ეხლა ამჯერად ვარჯიშობენ იქ ლოკომოტივის ბაზაზე, საღამოობით, ხის ნახევარი. კი რა, ისე. ასაკი? ძირითადად ახალგაზრდები არიან, მაგრამ ვეტერანები 18 წლის. 18 წლისა ზემო. ძირითადად როგორი ჯგუფი არის, ვინც სხვადასხვა დროს ალბათ კარგად თამაშობდნენ რაგბს. დიახ. შარშან მათ შორის სანდრომაც ითამაშა, თავხელიძე. კი, სანდრო. კი და საღამოობით მოდიან და რაგბს თამაშობენ და სხვადასხვა დროს რო კარგად რაღაც სხვადასხვა კლუბებში თამაშობდნენ და ეხლა იქ რაგბის ჟინსაც იკლავენ და ჩვეულებრივი კლასიკური სამოყვარულო ამბავია. კი, მაგრამ ესთვის კარგია რომ ახალგაზრდები არიან და ეს ხასიათი მაინც იჩქარეები რაღაცები ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვთ რა. და ესე გადავწყვიტეთ რომ ვთქვათ საერთაშორისო ასპარეზზე ისე დამაბნეველი არ ყოფილიყო ბიჭებისთვის და სამი პროფესიონალი ვინც დიდათში თამაშობდა თხოვეთ და დაახლოებით თვენახევარი ჩვენთან ერთად ივარჯიშეს, თემიკო ჭიჭინაძე იყო, სანდრო მარგიანი და დავით მოძღვიშვილი, ვლებით უფრო გამთამაშებლები რომ ეთამაშებიათ, მოკლედ, ნუ თავის ყველაფერში იყვნენ ჩართული ეს ბიჭები, ისთვისაც მადლობა მათ და იმ კლუბებს, რომლებმაც გამოუჩნდათ. სანდრო მარგიანი და მოძღვიშვილი ძველი აკადემიელები, შენ ახლა იქიდან. თემიკოც ახალგაზრდულიდანაც ისა და თან ამ ბიჭებთან ვიღაცებთან იყო გადაკვეთები რომ მეგობრობდნენ. თემიკო ძალიან კარგი იყო 15 კაცაში ყოჩებში როცა იყო, მერე დაიკარგა ეთქობა ტრავმა მიიღო, მე არა მაქვს. არ მქონდა ინფორმაცია, სულ ვეძებდი სად არის. და იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მოთამაშე. კი, ეხლა 2 თვის წინ მქონდა ოპერაცია რაღაც თითის გაკეთებული და აღიდგინა ფორმა, წამოვიდა. მოკლედ ესე დაახლოებით 6 კვირა მომემზადეთ. ერთი ცუდი იყო რომ არ ვიცი რატო და ისთვის, მაგრამ ნუ სათქმელია რომ ტურნირზე გვინდოდა საქართველოს ჩემპიონატზე ტესტივით რომ გამოსულიყავით ამ ჯგუფით და ნუ ვერ მოხდა რომ არ დაგვიშვეს ერთი სიტყვით რომ აი ახლა რო ჩატარდა. კი, ანუ ბათუმში იყო იქ და ნუ ვერ მოხდა და ნუ რომ მომზადება ვერ მოახერხეთ სულ ყოფილვად და პირველი ტურნირი იყო ნუ რეგიონალის კონკურს გარეშე რო გამოსულიყავდა. ხო არ ქონდა მნიშვნელობა რომ რეალურად 7 არა, ნუ მან რიტმია თამაშების. თამაშების რო თან თავარია რომ პირველ დღეს რო ითამაშებ, დაიბეჟები მეორე დღეს თან 6 გახურება, ადგენა რაღაცები, რასაც თან ერთად შერწყმა გაიქნებოდა რა და მოკლედ რაცა რეგიონალური ტურნირი იყო, მაგრამ აქ უკვე ის სამი პროფესიონალი ვერ ვათამაშეთ და მოკლედ ეს წავედით რა, მაინც მომზადებულები და ნუ ამსტერდამი კი ვიცით რაც არის. ნუ როგორი დონე იყო თან? ჩვენ ვიყავით მეორე დონეზე, ნუ რამოდენიმე ისე. პირველი დონე არის, ნუ დაახლოებით 6 გუნდი არის ახლოს სოფლიო სერიასთან გუნდები, ახლა მაიკ ფრაიდეის ყავდა გუნდი, ახლა ამერიკელი მაიკ ფრაიდეის, ამერიკის ნაკრების, კი. და ნუ ისეთი ძირითადად ისეთი გუნდები, აი კომპანიების გუნდები, რომლებსაც აი შვიდკაცა უყვარს, აი შიმიტასი, რაღაცა ისეთი ტომსი ისეთი გუნდები არიან, რომ მონაკო ხო არ ყოფილა. მონაკო არ ყოფილა და ნუ მოწვეული ეს სხვადასხვა ქვეყნის თარები და ამ კონკრეტულად ტურნირისთვის რა და ნუ ელიტა ნუ ძალიან მაღალი დონე იყო და აქაც სხვადასხვა ერთი გუნდი იყო, რომელიც ელიტასთან ახლოს იყო და იმან მოიგო საბოლოო ტურნირი, ნიდერლანდების გუნდი იყო და იმათაც აფრიკელები, ფიჯელები და ესეთი და მათთან წავაგეთ ნახევარფინალში იქ უკვე დიდი სხვაობა იყო. დანარჩენებთან 5 თამაში მოვიგეთ და 28 გუნდში 4-ში გავედით და რა ვიცი ძალიან კარგი სიამოვნება მიიღეს ბიჭებმა. ქართველებიც სათვისტომო იქ საკმაოდ ბევრი იყვნენ და
გულფურვალეთ გვიჭერდნენ ხარს და მოკლედ მისია შეასრულეთ. სოხუმი ქართული დროშის ქვეშ დაფიქსირდა. ეს არის ტრადიცია, სადაც მე მგონი პირველად არიღებთ მაგაში მონაწილეობას. პირველად იყო ეს პროექტის სახით რომ საცდელად რამ ხო იყავით მაგამდე ამსტერდამის შვიდკაცა ქართველები დადიან. არა, ქართველები კი თავიდან ყოჩებმა დაიწყო და მე ეროვნული ნაკრებიც დადიოდა, მაგრამ ბოლო 10 წელი სხვა შორის გაუხარდათ ის ორგანიზატორებსაც რაღაცებში გვეხმარებოდნენ, რომ ეს ქართული გუნდი დიდი ხანი არ ყოფილა ამსტერდამში. ერთ სიტყვით ძალიან კარგი სასიამოვნო ეს იყო. კარგი იყო რომ მაინც ესე წარმატებითაც შედეგიც არ იყო ცუდი, კარგი გამოცდილებები. ერთ დეტალს დავაზუსტებ რა. ყველაფერი თქვენ ხარჯზე იყო? ცხოვრებიან, გზავრობა გასაგებია, ცხოვრებაც? კი, აბსოლუტურად. ხო, უბრალოდ აი ბიუჯეტი მაინტერესებს, რომ სხვა გუნდებმა რა, თუ მოიდომეს რატომ ეცა. მაგაზეც თუ რა ვიცი ხა თუნდაც დიდი არ უნდა იყოს. კი, რაღაცა გუნდებს ხა აქვს სხვა შორის აი ფოთზე რომ გადავალთ ვიტყვი და არმიაშიც რომ გავაკეთეთ ეგ და დუბაიში ერთი მე ვიყავი, მე მეორედ უკვე თვითონ წავიდნენ, შვეიცარიაში წავიდნენ და ძალიან კარგი გააკეთეს რომ აუცილებელია ეგ ფიქრობ და რაღაცა 2 და 3 მილიონი თუ გაქვს ბიუჯეტი შეიძლება რომ რაღაცა 100,000 რომ გამოყო ანუ რაღაცა რომ შეიძლება ერთი სამჯერ დაიყვანო რა ახალგაზრდა მოთამაშეები სადღაც 25-30,000 კი და ნუ მანდარი ხდება საშუალოდ აი მე ხა მონაკოში ხო აკადემია ვიყავით ხო რა ბატონო გია ორჯერ იქ მოკლედ ჩვენ არაკეთილ მეზობლებში მაშინ ანუ 2017 წელს და 2021-ში. იქ იმათ ჰქონდათ საკლუბო ევროპის ჩემპიონატი და თან ვიცით ის რომ შვიდკაცა ძალიან დიდი კონტაქტები საკრეფოა შეგიძლია. ოდესაში ვიყავით პირველი შავი ზღვის თასი ეგრეთ წოდებული. ხო და ანუ მუნიციპალიტეტი აი ზოგადად ისედაც რაღაც მაგის საშუალებას იძლევა რომ თან ყველა ეროვნულ ნაკრებში ვერ მოხდება და მოთამაშეების ანუ მუნიციპალიტეტებს უფრო მაგის შესაძლებლობა აქვთ. სხვა შორის ხა ბათუმის რამოდენიმეჯერ ხო ევროტურნირზე იყო, მაგრამ მანდა მაინც არიჩენენ ინიციატივას და რა ვიცი ხა ფოთზე რო გადავალთ, აქაც გვინდა გეგმაშია ამ მიმართულების განვითარება, იმიტომ რომ თან მეგრელები კარგად თამაშობენ. ღია თამაშები, კოლხები კარგად თამაშობენ. კი და ნუ ქვიშა რაღაც ფეხბურთი და რაგბი. სხვათა შორის გოფელები ძალიან ისეთი კარგი ბიჭები იყვნენ აკადემიაშიც იქ და ამით გამორჩეულები იყვნენ. არასტანდარტული, არასწორხაზოვანი მოთამაშეები არიან და საინტერესო არის. აბა დააგზელე ფოთზე. კაი, წავედ ფოთში. ფოთში რაც შეეხება, ნუ ერთი წელი არის იქ რამოდენიმე რაღაცა ვარიანტი იყო, მაგრამ სხვა შორის მოგებული რაგბის კავშირის არჩევნების დროს საკმაოდ ისეთი ხედვა გქონდა თელავზე და ფოთზე, რომელიც ფიქრობდით, რომ ეს ორი მხარე იქნებოდა არის ქართული რაგბისთვის აუთვისებელი. ანუ თან თელაველები საკმაოდ ბევრი მოთამაშე სხვადასხვა კლუბებში. ფოთი როგორ არის აუთვისებელი? არა, რას ვიზახით? აი კიდე შეუძლია მაინც ქუთაისი, თბილისის კერა ეხლა რო თქვა ქართული რაგბი რა და თუ რაღაც გაფართოება და ახალი ტალანტებით იქ ერთეულები რომ მოდიან, შეიძლება რომ უფრო აკადემიის რაღაცები გააკეთო და ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო მხარეები არის, თან კახელები ძალიან ისე თელავი განსაკუთრებით მოკლედ ფაქტიურად გუნდი არ არის რომ თელაველი არ თამაშობდეს თუნდაც დიდათში. იგივე ფოთის ხარე და თან ორივეგან ინფრასტრუქტურაა და და ჩემთვისაც ორივეგან საინტერესო იყო და ანუ დიდი 10-ის რაღაც გუნდებთან სიმართლე გითხრა ძალიან ბევრთან მანდამაინც აზროვნებაში განსხვავებაა რა, მაინც მიყვარს უფრო ფუნდამენტი, ვერტიკალი საწყობა, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს ორი სახით არის რა, გუნდს როცა აწყობ, ერთი არის რომ ყველა ძლიერ მოთამაშეს გადაიბირებ ბაზარზე ვინც არის და იქიდან გამომდინარე აწყობ რაღაც თამაშის გეგმას და მოიგებ დაახლოებით ბათუმი რაც არის რა. და არის მეორე ვარიანტი რომ ვერტიკალს აწყობ, შენ რაცა შექმნი
არ ჭირდება მანდამაუს დიდი ბიუჯეტი და ჩემი აზრით საქართველოსთვის ყველაზე კარგი მოდელია და აკადემიაც იგივე იყო, ტრადიციული კლუბებიც ამოდენიმე და ანუ ესე და მე უკვე ეს ყოველწლიურად გაძლევს რაოდენობას მოთამაშეებს და უკვე დროთა განმავლობაში შეგიძლია რომ აქცენტი ცოტა ფულის დახარჯო და შედეგზე წახვიდე რა. და პირველ ეტაპზე ესე გავაკეთეთ რომ ისედაც ფოთი ახალი ამოსული იყო პირველ ლიგაში, თან ხა ზორ სიჭინავა არის ერთ-ერთი მენეჯმენტში, ჩემი ყოფილი მოთამაშე აკადემიიდან და ეს დობის მომენტიც უფრო იყო და ესე გადავწყვიტე რომ თავიდან ასაშენებელი უფრო საინტერესო იქნებოდა და მოკლედ ალიგა გაკეთდა, ბელიგის იქით არ ყავდა ფოცგუნდი და ახალი აშენებული იყო ისა თავარი გუნდი. ხონ თლად ისე ვერ იყო რა, რომ რეგიონიდან ჩამოვიდნენ, იქ დარჩნენ მერვე ადგილზე და ესე გავაკეთეთ ალიგა, რაღაცა ის ფორმატიც შეიცვალა, მაგანაც ხელი შეუწყო. ხო, კი და დუბლები, ახალგაზრდული გუნდი. და ანუ 4 ხმა რაც არის რა, ესე რომ ვთქვა დებულების მიხედვით, მთლიანი ვერტიკალი აეწყო. კი, რაღაცა ასაკებში რაოდენობა კარგი იქნება, რომ უფრო მეტი იყოს და მაგალითად. საიდან ყავს სულ პატარებიც ხავთ? კი, ყველა ასაკობრივი, აი 8 წლიდან 12 მთლიანი ვერტიკალი აეწყო, რომ გამოვიდეს რა და ну, რაღაცა მსხვილთა გადამზადებები, რაღაცები. ხო, აი მაინტერესებს ნელები საიდან? იქვე გაზარდებს? არა, არიან ადგილობრივები, ძალიან ისეთი წესიერი, კარგი ხალხი. რა ვიცი, ხა შესაძლებლობის მხრივ მიეცათ, რომ სხვადასხვა სახის სემინარები, საჯობის კუთხით, რაღაცა მსნელობის ხო თავისთავად ფიზმომზადების, სამედიცინო კუთხით, ანუ 5 სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რაც არის სემინარებიც გავაკეთეთ, ყველამ გაიარა გადამზადება. ну, მე იქიდან ვინც ცოტა გამოირჩევა, იმას უფრო ცოტა მაღალ დონეზე კიდე შესაძლებლობას მიგცემ. ერთი წუთი დაიცა ახლა ის გაჩერდი. ეს გავაკეთეთ. აი რო შენ ხარ იქ დირექტორი თუ როგორ არის ამბავი? ანუ სპორტული მიმართულებას მიმყავს, მენეჯმენტში არის სიჭინავა, რომელიც თამაშობს კიდევაც, სხვათა შორის და საკმაოდ კარგად. და ლევან სახუკი არის კლუბის პრეზიდენტი რა, ეს ვარ. რომელიც აქტიურად ჩართულია. ის კი არ არის რომ ვიღაცა როგორც არის ხოლმე, რომ თქვენი ყავით ჩვენი პრეზიდენტი და მოგვეცით 100,000 კლუბსა და მუნიციპალიტეტს შორის ბალანსი, რომელსაც ნუ სტაბილურობა სხვადასხვა მხრივ. ხო, ნუ საით მიმყავს მე რომ შენ ყველაფერს შენ არ აკეთებ. არა, მე სპორტული. ყველას თავისი ისა აქვს. რა და ნუ რაც თავარი ამაში შეთანხმებული. ხო, და კულტურას ეხლა ვაყალიბებთ, ეხლა რო ვთქვათ რომ აი ეს ყველაფერი. არა, გასაგებია ხო, მაგრამ უკვე კარგია რომ მიმართულება თვითონ რასაც თქვენა, ანუ გაყავით უკვე ეს სფეროები და ყველამ და რაც თავარია ნაკრების მოთამაშე იყო, ჩართულია. დიმა ბასილაია ეხლა ჩამოვიდა საქართველოში და დიდი სურვილი აქვს კლუბში და სავარაუდოდ წელს უკვე დაგვემატება, ჩაერთვება თავიდან ბოლომდე. დაგვემატება და როგორც მოთამაშე? არა, მენეჯმენტში სამსვნელო, იქ უკრაინაშიც ბოლო წლებში მოსნელი მუშაობდა, ну იქ ომი რაღაცა გაჩერდა ფაქტიურად ყველაფერი ისა და გადმოვიდა, მოკლედ ბრუნდება რა ქალაქში, სხვა შორის აცები არის რომ რაღაც პერიოდი სანამ ამერიკაში წავიდოდა ერთი თვე ეს სურაჟვანია დაგვეხმარა ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა ვცდილობთ რომ მოკლედ ყველა თავისი კარგი თვისებებით ჩაერთოს რა და კარგია რომ თან სურვილი რაღაცები რომ კარგად გამოდის სურვილი გაუჩნდათ და მე გავყვეთ იქ რომ თავარი აქცენტი გავაკეთეთ ესე რომ მინიმუმ 50%-ზე მეტი ყოფილიყო ფოთის სკოლის აღზრდილები, რომ სხვადასხვა გუნდებში გაფანტულები დაგვებრუნებია და საკმაოდ რთული აღმოჩნდა. იმიტომ რომ მაინც უკვე რაღაც გადაწყობილი, მაგრამ მოახერხეთ ეგ ისა და ეხა გვინდა რომ აი დაიცა შენ ძახი რომ ნახე ფოთში ეხა ჯერ კიდე პიკასოს დროს ესე ვთქვათ ეს ჩამოყალიბებული ის იყო და რაღაცა იქ სურსუთუხი იყო მეტნაკლებად ხო და ეს ბიჭები მე მიდიოდნენ სად
ნუ ძირითადად ლელო, აია და ნუ აკადემიაშიც მაშინაც საკმაოდ ბევრი ბიჭი იყო რა. ანუ მაინც ესენი ყვებავდნენ ამ დიდ კლუბებს. დიდ კლუბებს კი და ნუ ეხლა თქვენ შეეცადეთ ამათ დაბრუნება. კი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც აი ნაკლებად თამაშობდნენ იქ არა და შეიძლებოდა რომ და ხო ესე ბჭყალებს სუსტი წერტილების გამონახვა შეიძლება რა, რომ გადმოიყვანო. ხო, მას ნუ ფინანსები პატრიოტული მომენტიც ათამაშოა აუცილებლად. კი, საკმაოდ აი თამაშებზე სულ რომლებიც არ დაბრუნდნენ, ისინი სულ ჩართული იყვნენ გულშემატკივრობა და ძალიან გულშემატკივრობდნენ რომ ავსულიყავით და ყველას აქცენტი რომ დაბრუნებაზე და ეგ მომენტი შეიქმნა და კარგია. ხო და ნუ მოკლედ 50%-ზე მეტს აუცდით რომ ადგილობრივი სკოლის გაზილები ყოფილიყო 30% აი რეგიონი დაახლოებით 9 საათი 1 საათის ავალზე ქობულეთელები არიან, გურულები არიან, ბათუმელები არიან. ბათუმი არ გეჭიდავებათ მაგაში. არა, ბათუმთან ჩვენ ინტერესთა კონფლიქტი არ არის, ისინი სხვა ის არის, მოკლედ დიდი 10 და იქ მუდმივად ჩემპიონობის პრეტენზია და მანდა მაინც აი ბევრ ახალგაზრდას კი ყავთ იმათაც ზედაგუნდში ახალგაზრდები, მაგრამ ისე რომ მუდმივი პრაქტიკა ქონდეთ არ ქონდათ და ვიღაცები აი 4 ბიჭი იყო, ძალიან მაგარი ბიჭები, რომლებიც 20-21 წლის ბიჭები მთელი სეზონი კარგად გამოგვადა. და დაახლოებით 20% ჯამში გამოვიდა 4 მოთამაშე, დაწერტილების დაგვაკლდა იქ დავიმატეთ და 2 ლეგიონერი, ოღონ ისინიც ყველა რო ჩავიმატეთ, სადაც გვაკლდა ის მომენტები, ერთი მეორე ხაზელი ფიჯელი, მაგარი ბიჭი, რომელსაც ფიჯის ეროვნულში ჰქონდა ნათამაშები, საქართველოს წინააღმდეგ. სხვა შორის და ძალიან მაგარი ბიჭი და 10 ნომერი აფრიკელი, რომელმაც შეცვალა, რომელიც უკვე ვეძებდით, სხვა შორის ერთი 100 მოთამაშეზე მეტი აი ვიდეოები რაღაცა საკმაოდ ისეთი სელექცია ვქონდა რომ აი მანდა მაინც ვთხილობდით მან და ორივემ გაამართლა ეს აფრიკელი ბიჭი რაღაცა კვირაში ერთხელ თავდით იმ ვარჯიშებში თან რა ასაკობრივი გუნდის აი ალიგა ესეთი ანუ ცოტა ანუ იქ ფოჩი ჩამოვიდა იქ კი აი ციტყვით ესე ავაწყეთ და გავედით მესამე ადგილზე, ცოტა დაგვაკლდა. ვაუშე ფინალი საინტერესო იყო, ორი აკადემიელი მწვრთნელი ერთმანეთს. ხო და აკადემიაში გამოსდი. მეორე ვინ იყო? ის არის ზურა ზვიადი თორნიკე ყველა ზურა ამონაშვილი? კი, ყველა აკადემიელები აკადემიელები არიან. ხო და მოკლედ საბოლოოდ გავედით მესამე ადგილზე. ნუ თავიდან ჩვენი მიზანი იყო რომ პლეი-ოფისთვის გვებრძოლა ესე პირველ წელს ისა და ნუ ბოლოს ისე კარგად წავედით ბოლო უკვე ეტაპზე მანდამაინც ვერ ვიტყოდი რომ ჩვენზე წინ იყვნენ უბრალოდ იმათმა რაც მთელი წელი იშრომეს უკეთეს პოზიციაზე იყვნენ რომ ნაკლები თამაში მოუწიათ და ნუ ჩვენ ცოტა გრძელი გზა გავიარეთ გაიცათ რა მიზნები გაიცათ რა მიზნები გვაქვს ცოტა რთული სათქმელი. ეხა უყურე რა ხდება. ნახე ხა ამან როგორ რა საინტერესო რაღაცა თქვა რომ აი ამან დაიწყო ეხა ვერტიკალი ჩამოაყალიბა, ცდილობს რომ თავისიანებით შეავსოს კლუბი, ჯერ პატარა მიზნები აქვს, ანუ პლეი-ოფში მე ალბათ გადმოვიდეს და ნუ სავარაუდოდ ესე. ეხა მეორე მხარეს ეხა ქობულეთი და ის რატოა და ბათუმელები თამაშობენ. ეხა ნახე, არის მეორე გუნდი რა. დიდი რა, რომელსაც ფულიც აქვს, ბათუმი რა, რომელსაც ეს ვერტიკალი აქვს ბათუმში, ბავშვებიც არის ყველაფერი, მაგრამ ამ ბავშვებს ვერ ასაქმებს. ეხლა უყურე რაღაც მომენტში ეს დიდი გუნდი ხდება ესეთი გუნდის ისა ყვებავი რა. თუ ვიღაცამ წესიერად დაინახა ეს იმათ პრაქტიკა ჭირდება. ისედაც აი ჩაქვი არის მაგალითად იქიდანაც რამოდენიმე ბიჭი. ქობულეთი არის იქიდანაც რამოდენიმე ბიჭი. ეხლა ნახე რა ხდება ეს დიდი გუნდი ფაქტურად ამაზე მუშაობს რა ესე გამოდის რა და ესენი არ ვიცი არა კარგი კი არის კაცო კარგი კი არის მაგრამ მე რაღაც მომენტში იმათ შეიძლება თქვა რომ ვაფშე ჩვენი პოლიტიკა ეგ არ არის აგერ ყველა ვიყიდი რა მოთამაშეებს ყველას მოვიყვან რა საერთოდ არ მინდა რა ეს ვერტიკალი ფორმალურად მეყოლება რა იმიტომ რომ ამ ვერტიკალს რა აზრი აქვს რომ შენ შენი რა თამაშიც გინდა იმ თამაშის ტიპს დი რა ხო ეგრე არის კი სწორად მიდიხარ აი მაგაზე იმ შემთხვევაში თუ ევროტურნირზე წავლენ
რომელიც გულშემატკივარს უფრო მეტად სხვა შორის რეგიონში ეგეც აი გულშემატკივარის ისა აი ფოთში ფაქტიურად ბოლოს სავსე იყო ტრიბუნები რა ხალხი დადის და ძალიან ისეთი კარგი ახალი აუდიტორია არის რა რომელიც აი ფეხბურთის იცით კულტურა ისა და ძალიან ისეთი იყო რა სასიამოვნო რა და ბათუმშიც ახლა ვიყავი რამოდენიმე თამაშზე და ძალიან იგრძნობა რომ მაყურებელი არის და აი მაგ შემთხვევაში თუ ეგ ანუ მაგ მიმართულებით წახვალ საერთაშორისო ტურნირზე ევროტურნირზე ითამაშებ ჩვენი ქალაქის გუნდი და ისა ჩემი აზრით გამართლებულია თუ რაღაცა პროდუქტი შეიქმნება და მარტო საქართველოს პირობებისთვის ნუ ყველას თავისი აზრი აქვს მე ესე მგონია რომ ეს უკეთესია რა სად უნდა წახვიდე ევროტურნირები ნუ შავი ლომი სადაც თამაშობდა ჩემი აზრით იქ კლუბებმა შეიშვალა მარტივად ქუთაისი აია და ბათუმი როგორ კი ბატონო აზრია კი ბატონო დამხრივა ეხლა ხო იმიტომ რომ სხვა შანსი რეალურად არ აქვს რა ეხლა თუ გავითვალისწინებთ ის რომ ეხლა რამხელა ბიუჯეტი აქვს შავლობს და რამდენი წელია უკვე ისა და ეს ფაქტიურად ნუ სახელმწიფო დოტაციაზეა ხო ეს ყველაფერი და ჩვენ ვიხდით საზოგადოება იხდის ხო ეხლა იმათ ხელფასებს და რაღაცა და მე ეხლა დღესაც უყურებ შავლობს ეხლა სიტყვა მოიტანა და ვერ ხვდები სიმართლე გითხრა რა ნუ აი ნუ ხო ნუ ეგ ლადოს ამბობენ რა რომ ეს შავი ლომი მაგარი პროექტია და მაგარი ის არის და ანუ ნაკრები იტალიასთან ლევანმა მაგალითად გითხრა რომ 50% ეხლა მე არა მაქვს არანაირი საფუძველი რომ თქვა ეჭვი შევიტანო იმაში რასაც ლევანი ამბობს მაგრამ 50% იტალიას რომ მოვუგეთო შავი ლომის ხალხი იყო და ნუ არ ვიცი რა ესეც აი როგორ რამეა ეს დღევანდელი გადასახედიდან აი დღევანდელი გადასახედიდან რა ლევან დღეს აი მოგებამ იტალიასთან იტალიის წისქვილზე დაასყა უფრო წყალი თუ ქართველების წისქვილზე დაასყა ნუ აი ბოლო წლების ეხლა ჩემგან რა თქმა უნდა ცოტა ისე მიიღებენ რომ აი ოპოზიცია შეგვარქვეს რა ქვია ხო და მაგრამ თავი სეზონი არის მაყურებელი ტრიბუნაზე რომელიც დინამო ივსებოდა და აუჭალაში 2000 კაცი არ მიდის ეგ მარშრუტკები თუ არ გატენე და ესე მიიყვანე ესე რა რომელიც არის არაგო საზოგადოება მოდი ესე ვთქვათ რა ხო და ყველაფრის საზომი არის მაყურებელს ეხა ძალით ვერ მიიყვან რა ეგრეა რა და არა და სხვათა შორის გაზრდილია ანუ უკვე ერკვევიან ხალხი ანუ იმიტომ რომ თქვი აი შევხვდი ადამიანებს რომლებმაც საკმაოდ კარგად იციან რაგბი და უკვე ტელევიზია რაღაცებს უყურებენ განსხვავებას ნახულობენ რა ადვილდა ეხა თავის დროზე ეხა საერთოდ რაღაც ვიპარავდით რაღაცებს და ისე ვაჩვენებდი ტელევიზორში და რაღაცებს ვერ ვაკეთებ კარგად რა მე რა მაინტერესებს იცი ლევან აი ხა შენ რო თქვი რომ ბევრი ხალხია უკვე ჩემთან სტადიონზე თამაშებზე მე კი ნუ იქ რამეს შვებით ამისთვის თუ უბრალოდ ეხა ფოთია მაინც პატარა ქალაქია და რაღაცა სხვადასხვა აი ესე ყველაფერი უცებ არა მაგრამ ყველა მიმართულებით რაღაცას ვთილობთ რა ეხლა მაგალითად კარგი ის ვიყიდეთ რა ჩვენი დონისთვის ძალიან კარგია აი ეს VO3-ის პროგრამა ხელოვნური ინტელექტით გადაღება, ლაივ სტრიმი, ანალიტიკა, ну საერთოდ ყველაფერი და თამაშების და ყველა გუნდის გადაღება გვინდა. აბსოლუტურად რომ ყველა ბელიგა, ალიგა აბსოლუტურად ყველა ისა. თავი პრობლემა ეხლა რასაც უყურებ არის მოედანი, რომელიც ეს კლიმატი მანდამაინც არ ვიცით, პირდაპირ თქვათ, საქართველოში მოედნების მოვლა არ ვიცით. მით უმეტეს რაგში ან რაღაცა არ არის მენეჯმენტი რომ ბუნებრივი მოედანი ფუჭდება, გაფუჭდა. ვერ ვარჯიშობ. კი, ის უკვე ნუ 10 წელი და ის უკვე გასულია ვადები რა ხელოვნურიც. დამჯდარია უკვე. შესაძლებელია. ხო და არის ის რომ ეხლა თანამედროვე ისინი არის ხო რომ საფრანგეთშიც ინგლისში იკვერუნლიან და მოდის აი ეს ჰიბრიდი არ არის კიდე არის ბოლოთაობის ხელოვნური რასაც აი ხა მონპელიეს აქვს რასი სხვა შორის ამსტერდამის ეხლა სადაც ვითამაშეთ ისიც იგივე იყო და კაუჩკი არ არის რა რაღაცა აი კორკის რაღაც სხვა ტიპურია კი და თან კლიმატი ისეთია სხვათა შორის იქ რა ცოტა სითბო არის მაგრამ ხშირი წვიმები რაღაცა ну ისა და
არ გამოვა რა ბუნებრივი თუ ვერ ივარჯიშე საერთოდ და ისა ტვილი ფულის ხარჯვა და იმას 100%-ით და ამაში უნდა ჩაერთოს უკვე მუნიციპალიტეტები. კი, იმათაც სურვე როგორც ისა ვიცი რომ სურვილი აქვთ და უნდათ რაღაცა ცოტა რაგბის კავშირის სხვა მიზნები აქვს. ეს მოედანი შეთანხმდები თქვენია? არა, რაგბის კავშირის არის. აი გუში წინა გადაცემაშიც რო გქონდა. ეს მოედნები რაგბის კავშირის არის და არა კლუბების. არ ვიცი. არა, იმისი. აი კაცი გალაპარაკობს ვიცი. ყველა ერთადერთი არის ბათუმს გადაიცა და მე მგონი მუნიციპალიტეტი უხდის რაღაცა კლუბებს. ბათუმს. რაღაცა კლუბებს აქვს. ოღონდ რამოდენ 1-2 არის ის არის. 1-2-ია ძირითადად. რომელი კლუბი შეინახავს ამ კი, მაგრამ აი არა, ეგ სხვანაირად არის. და იქ შეგი ანუ რატო წავედით ის მაყურებელი და ისა რომ იქ თუ რაღაცები გინდა, ნუ ცენტრალურ სტადიონზე უნდა ითამაშოს, სადაც 3000 კაცი ეტევა და შეიძლება მაგამდე მიხვიდე რომ გაავსებ იმასაც, იმიტომ რომ ნაკლები რაღაცა ხდება და სხვა შორის ძალიან სპორტული საზოგადოება არის. უყვართ რა, ფეხბურთზეც ის არის და ადვილად ისეთი მოდიან და სხვა შორის რაღაცა მიმართულებებითაც სასკოლო რაგბი ისინი იქით-აქეთ რო გვინდა იმის გაშლა მოკლედ რა რაღაცების და იქ არის სკოლები, აი ძველი საბჭოთა კავშირის შემორჩენილი, რომელსაც სტადიონი ჰქონდა ხოლმე. ეგეთი სკოლები არის? თლად საბჭოთა კავშირს ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ახალი კარგი სკოლები არის და ერთი აუცილებლად უნდა ვახსენო. არა, მე რას გეუბნები, იცი, აი ხა მაგალითად თბილისში რა, მე ერთ პერიოდში ჩვენ რაღაცებს ფიქრობდით და მომინდოდა ამის მოძიება რა, ეს სასკოლო. ესე იგი ცენტრში არ არის თუ არის 1.35 ანუ ფეხბურთელებმა თავის დროზე მოედანს გულისხმობ და ძალიან ბევრი არის რეგიონში შემოგარენში ანუ ვარკეთილში ვაზიანში ნახალუკაში კიდე შემორჩენილია სადაც აი ამ დეველოპერებმა ამბავმა თქვათ არ იმასაკნა თორე საბურთალოზე ფაქტიურად არ არის ნუ ვაკეში ხო არ არის და არ არის ამიტომ აქ ეს მოისპო და რატო ვიძახე საბჭოთა კავშირის დროიდან მაშინ სტანდარტი იყო ეგეთ ეს სკოლები მაშინდელი აშენებულია და სკოლა ხო იყო იმას ჰქონდა თავისი ფეხბურთის მოედანი მაგრამ დიდი რა რასაც ვიძახი რა თქმა უნდა ეხა მოულელია ეს ბოძები ეს კარები კი არა მაგრამ მე ვამბობ რომ ფართობი არის რომელსაც შეიძლება მოკიდო გააკეთო და თქვა სარაგბო სკოლა ხო შორის ამ ხრივ ხო და ფოჩ თუ არის ხო რამე კი იმიტომ რომ სკოლები რა 15 დაახლოებით 15 სკოლა იყო და 5 კი რა ავიღეთ სადაც ინსტრუქტორი მიდის ფიზკულტურის მასწავლებლებთან ერთად რაღაც რაგბის ეს სასკოლო რაგბის პროექტში ჩავერთეთ ნუ ერთი იქით ავიღეთ თან ძალიან მაგარი სკოლა ის უნდა ვთქვა ეგეთი სკოლა თუ არსებობდა არ ვიცოდი აი ურეკში არის ერთადერთი ანუ პირველი სკოლა ესეთი ანუ ესეთი სპორტული სკოლა ნუ თავისი სტადიონის კარგი დარბაზის ფიზკულტურის მასწავლებლები აი გვერდს უყურებ ხოლმე ყველა სპორტული ის არის რა და ურეკელები დაახლოებით 10 ბიჭზე მეტი დადის ფოთის სკოლაში რა ანუ 15-20 კილომეტრია ახლოს არის რა მალთაყვა არის საინტერესო რაიონი სადაც ქვიშიანი სანაპირო განვითარდა და იქ საერთოდ ძალიან ის საინტერესო მხარეა. ხო, პიკასოს ჰქონდა თავის დროზე მან რაღაცის პროექტი რა, რომ მანდაც რაღაცები დაგეგმილია, ვიცი და ერთ-ერთი არის რაგბის სტადიონის გაკეთება რა. ხო, კიდე ერთი რაღაცა მინდა ეხლა ვაუწყო ჩვენ მაყურებლებს. ეხლა როგორც ყველა ვიცით 20 წლიანების სოფლიო ჩემპიონატი ტარდება საქართველოში და ლევანთან ერთად ჩვენ გადავწყვიტეთ გავაკეთოთ ტურების მიმოხილვა. ყოველი ტურის მერე, როგორც იცით, 4 ძირითადი ის იქნება ტური, ანუ ერთ დღეს არის ყველა თამაშები. მომავალ ტურამდე აუცილებლად იქნება ამ ტურის განხილვა. ოღონ შევეცდებით, რომ ძალიან პოპულარული ენით, რომ არ დაგტვირთოთ რა, თქვენ ძალიან ტექნიკური მონაცემები. ხო, ადვილად გასაგები. ლევანს აქვს ამის გამოცდილება და რა ვიცი, ესეთი გადაწყვეტილება მივიღეთ და იმედია მოგეწონებათ რა. კაი, ეხლა რა მაინტერესებს ლევან, ეს თქვათ ძალიან ესეთ რაღაცები მოყევი, ეხლა შენ ცოტა შემშურდა რა. ხო, ესეთ რაღაც ძალიან იმაში ხარ რა, კაი საქმეში ხარ ჩართული. ეხლა ეს არ ვიცი როგორ გაგრძელდება, იმიტომ რომ ხო, აი ეს ფონდის ამბავი მე რამდენი იცი, ჯერ ვერიდები საბოლოოდ ამაზე ლაპარაკს. მე არ მედიდება. არა, რატო იცი? მაგიტომ არა. ბიჭო, ინფორმაცია არა გვაქვს რა, აი
ჭორებად გვესმის. ხო და აი ჭორები რო არის ზუსტად. ლევა ჩვენ ახლა თან ისე გვინდა გაიგერო თავარი თემა რომელიც არის იმას დაუბრუნდეთ ახლა რომ ხო და იმიტომ ის მაგრამ ძალიან კი ეხლა რაღაცები აი დღეს დაიწერა რაღაცა სტატია ამოხდა სადღაც ვიღაცამ რაღაცა დაწერა სიმართლე გითხრათ ცუდი რა არის მაგაში ვერ გავიგე იმას ვითომ კრიტიკული სტატია აქვს მაგრამ რა არის arena.g თუ რაღაცა საიტია მოკლედ იმაზე დაიწერა რა ვიცი არ წერია იქ ცუდი რაღაცები მე რაღაცები ჩემთვის ჩამოვყარე დავთვალე და მაინც და მაინც ეხლა ისეთი ის არ გამოდის კატასტროფული სიტუაცია თუმცა ანალოგია ფეხბურთის განვითარების ფონდთან ცოტა სხვა რამეს გვაძლევს და მესმის რომ რეგიონებში ეს ცოტა შეშფოთების საკითხი შეიძლება იყოს მაგრამ მოდი ამაზე თუ გინდა ორი სიტყვით შენი აზრი გითხარი იმიტომ რომ მარტივად ვიტყვი რა რომ პირველი რაღაცა სოციალური ინფორმაცია არის საჭირო რაც არ ყოფილა არანაირი ოფიციალური წერილი არანაირი რაც მიჩუმათებული იყო და სამ კლუბს ხონდა მარტო ინფორმაცია იყო ლელო ხვამლი და წიქა რა საიდანაც რაღაცებს ვიგებდით რა და არ შეიძლება ეს რადგან გამოდის რომ რაღაცა რამოდენიმე იმის ირგვლივ ხდება ჩუმად. გასაგებია რომ სახელმწიფო ცვლის რაღაცებს, მაგრამ ციფრები გამგეობის წევრები არიან თუ რა ხდება? რაღაცებს სახელმწიფო შეიძლება ცვლის სპორტის მიმართ მიდგომას, მაგრამ მნიშვნელოვანია აქ ციფრებს რაგბის კავშირი აწვდის. ანუ იქ ჩვეულებრივად საუბარი მიდის და არანაირი ჩართულობა კლუბების მე არ ვიძახი ცუდია ან კარგია, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ეხა ვინც ამაზე მუშაობს, არანაირი ინფორმაცია არ აქვთ რეგიონალური რაგბის განვითარებაზე. ერთხელ არ არიან ნამყოფი რა, მაგალითად იქით რა, თუ რაღაც ვიღაცების სემინარზე ჩამოვიყვანეთ და მათ შორის სხვათა შორის ძალიან ვიჭიდავეთ იმაზე და იქაც რა ჩემთან სახში ვაცხოვრებ მაგალითად, ვიღაცები ჩამოგვეყვანა რა და აი ესე არ შეიძლება ის რომ აი ესე ჩუმად გააკეთო რა თუ მარტო სამაკლუბმა იცის არა აბსოლუტურად ყველა უნდა იყოს ჩართული ვისაც ეხება რაც იქ და სხვადასხვაობა და ნუ ქართულ რაგბში ამ წუთას ჩემი აზრით რაც თავარი პრობლემა არის კონკურენცია ჯანსაღი და კონკურენციაში არ შეიძლება ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და კონკურენციაში რაღაცა გამოვა ისეთი რამე რაღაცები რთულად გავა მაგრამ ყველასთვის იქნება და ეგ ეთყობა ყველაფერს აბსოლუტურად რა და პირველი პრობლემა არის ეს რომ არანაირი აი საიდან წერენ ეგ ისინი ერთადერთი ეს გუნდები რა თქვი იქიდან გამოდის მეც მაგათგან გავიგე ოღონ რატო იციან იმათმა და მე რატო არ ვიცოდი რა მე კითხე იქაც ვიყავი და ფეხბურთის რაღაცა ის ჩამიგდეს რომელიც 33 ადგილზე იყვნენ ისინი და 54 გუნდში 52-ზე არიან. ანუ ფეხბურთი რო ეხლა ძალიან კარგად არის, სიტყვაზე მოთამაშე ყვარაცხელია და ის, მაგრამ ეს საკლუბო ფეხბურთს არ ეხება. ისინი არიან აი რაც იყვნენ იმაზე ბევრად უკან წავიდნენ და ეგ მაგალითად ვერ იქნება. ხო არა, ნუ მან ეხლა მე ჩვენ ხო და მაგაზე განხილვას, ანუ იმიტომ არ ვიცი ზუსტად. ხო, მეც მანდავა რა. ცუდი ის არის რომ ანუ თან ორი თვეა რაც დასრულდა ჩემპიონატი და მაგალითად ვიღაცებმა რო არ იცოდნენ კონტრაქტები აქვთ ფიჯელი მოთამაშეები ვიღაცები გავიგეთ რომ ჩამოყავთ ჩვენ ველოდებით და თან ვიღაცებმა დაიწყეს აი ამ გუნდებმა რომ ჩუმად რაღაცები გაიგეს მოთამაშეებთან ეს მოძრაობა და ნუ არ შეიძლება უკვე ეს ბიჭებიც ელოდებიან ზოგი გადინება არის ისა და ნუ არასერიოზულობაა მეც ვერაფერს ვერ ვიცი. კარგი ლევან ერთი ეხა მე შევეცდები რომ ეს გადავიდეთ ნელ-ნელა ამ თემაზე ამას პირველი მინდა რომ აი ძალიან მიხარია ის რაც შენ ახლა ყვებოდი ძალიან დიდ გამოცდილებას იღებ შენ ეს არის შემოქმედებითი პროცესი რომელშიც ხარ შენ თავიდან ბოლომდე ჩართული და პრაქტიკულად მიყავს იქ ეს პროცესი მიყავს მართავ რა ამ პროცესს ნუ შენთან ერთად სხვებიც არიან რა თქმა უნდა მაგრამ შენ ერთ-ერთი წამყვანი როლი გაქვს იქ და ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა რასაც შენ ახლა ყვებოდი ჩემთვის და მე გილოცავ მაგას რა, იმიტომ რომ ნუ პრაქტიკულად ახლა კადრები საქართველოს რაგბის კადრები ეძდება
და ეს არის ძალიან სასიხარულო ჩვენთვის ეს პირველი. მეორე რაც შეეხება ამ ფონდს, ახლა მე სიმართლე გითხრა, წავიკითხე ეს კია ეს ისაა ტექსტი, რომელიც იყო ცოტა ნახევრად კრიტიკული თუ რაღაცა, მაგრამ ჩემი აზრით ადამიანი რომელიც წერს მაგ რეფორმის შესახებ ამ დაფინანსებასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით ჩახედული არ არის, რა ხდება ქართულ რაგბში. იქ ლაპარაკობს, რომ დამოუკიდებლობას კარგავენ, ესე იგი, კლუბები და ამ შემდეგ ის დამოუკიდებლობა რო ქონდათ, სად მოვედით, სადავარ არა, პირიქით დამოუკიდებლები ვიყავით და აკადემია მაგას შეეწირა მუნიციპალიტეტების შემოსვლას და მე მუნიციპალიტეტებზე გადაეწყო კლუბები. ეხლა რა ვიცი, ჩემი აზრით, ლევან, მოდი ეს ამას დრო აჩვენებს, მაგრამ ჩემი აზრით, არც ის სისტემა, რომელიც მუშაობდა აქამდე არაფერ კავშირში რაგბის, ქართული რაგბის განვითარებასთან არ იყო და სუფთა პოლიტიკური კონიუნქტურისთვის იყო მოფიქრებული რა. ბევრი იყო კმაყოფილი ხელფასებით და ასე შემდეგ. მეტი არაფერი იქ არ იყო რა. და ეს სისტემაც, რომელიც ეხლა არ ვიცით. ეხლა რომელიც უნდა მე რა თქმა უნდა არ ვიცით, გვაჩვენებს, მაგრამ მე მგონია, არც ამას არაფერი კავშირი რაგბის განვითარებასთან არ აქვს. ეს არის აქ რა და ეხლა ამას თავი დავანებოთ, მოვა დრო და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და მოდი ეხლა დავიწყოთ თამაშზე რა, ლაპარაკი, რომელზეც კიდე გვაქვს რჩება ესე ჩვენი ფორმატი მაინც და აი ბოლო წლები უყურებ შენ და სულ ჩართული ხარ პროცესებში რა. უყურებ თამაშს საინტერესო თვალით, დაინტერესებული თვალით უყურებ თამაშებს რა. აი ბოლო წლები რაღაც ტენდენციებია შეიცვალა ხო? განვითარდა, წინ წავიდა. რა განვითარდა, როგორ განვითარდა და როგორ აისახა ეს ჩვენი ნაკრების თამაშს მაგალითად. აისახა თუ არა, ან იქნება რა აისახა საერთოდ. რამდენად ვართ უკან იმ ტენდენციებთან და მე გადავიდეთ ასევე იქ ჩვენ რომ გვინდა რომ იმ მივუახლოვდეთ იმ თანამედროვე თამაშს რომ მივუახლოვდეთ, როგორი მოთამაშეების მომზადება არის ამისათვის საჭირო და ვაკეთებ ჩვენ ვახერხებთ, მაგრამ მოვახერხებთ თუ ვერა ამ მოთამაშეების მომზადებას. აი ცოტა ვრცელი თემაა, დიდი თემაა. კი, ანუ ზოგადად მე სპორტში უფრო სანახაობა მიყვარს. ხო. და გულშემატ კი ვარიც, აი ესე ბევრ სპორტს ვადევნებ თვალყურს და მეტნაკლებად შენი ვარჯიშზე ლელოთი მოსვლა. ხო და აი რაც თვალში მოსახვედი, ანუ რა არის შეჯიბრი არის, მაგალითად აფრიკის დომინაცია არის მსოფლიოში, ხო? მაგრამ ნუ აქეთ არის, ეხლა ბოლო წლებში არის ტულუზას რაგბი, ბორდოს რაგბი, ნუ ფრანგები, სხვა სასიამოვნო საყურებელია. გადაჭედილია სტადიონი. იმიტომ რომ ზელანდიის მერე ის კარგი ზელანდია რო იყო და სასიამოვნო რო იყო იქ ავსტრალია და ის ხო ცოტა ჩაიკეტა და ნუ აფრიკას ეხა რაგბი შვიდში აფრიკის გულშემატ კი ვარ მაგრამ რაგბი 15-ში აი ის არის რა კედელია და თან ვერავინ ვერ უხერხებს ვერაფერში ნუ ისეა რა 55 წუთზე შეცვლები იქ თუ გაუძლო ესენი ანგრევენ და ნუ ისეთი რაღაცა მაგრამ აი საკლუბოს უფრო ვადევნებ თვალყურს, აი ბოლო წლები აი ნორთემპტონის ისა, რომელიც ანუ ინგლისის ჩემპიონატი უფრო მომწონს რა, უფრო აი ბურთი თამაში ტოპ 14. კი, ბურთი თამაში უფრო აი ეპიზოდები 2 წუთიანი, ხანდახან 3 წუთი აი ესე იქ უფრო მეტი წვეტებია, რაღაც თამაშები არის ასაული საფრანგეთში, მაგრამ ძირითადად არის ხოლმე ეს კაი გუნდები ან რაღაცა გუნდები არიან ხოლმე მაგალითად კარგს გუნდს თუ ეთამაშები მეორე შემადგენლობა მიყავს თითქმის და იქ კიდე განსხვავებაა და ცოტა ისეთი ძალიან ცოტა არის აი ბოლო ფაზამდე კარგი თამაშები მაგრამ წელს სხვა შორის აი ეს ბორდო პო რაღაც განსხვავებები შემოიტანეს მაგრამ მთლიანობაში ეხა რაგბს ესე რო ავიღოთ რაგბი წავიდა სანახაობაზე რა დაცვა ვერ უგებს შეტევას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დაიხვეწა ფეხით თამაში, რომელიც ფეხით თამაში არ არის ეს ბურთის ტერიტორიის მოგების საშუალება. ჩვეულებრივი ღია თამაშის შექმნის საშუალება, ფაქტიურად ეს კროს-კიკები და ისა, ერთ-ერთი სტილი არის რა და პას
აი იმ დონეზე გადავიდა, რომ აი ფაქტიურად პასივით გამოიყენება უკვე რამაც მასაც ხშირად კი და გახსნა საერთოდ ეს სიგანე, რომ იწეოდნენ აგრესიული დაცვა, მაგრამ იქ უკვე ამითი იხსნება ეს და ნუ რაც კარგია და ქულებში წაისახება აღარა 12-ით 6 ფინალი და ისა არის 40-ით რაღაცა 27 რაღაც და ჩვენ რაც შეგვეხება რა თქმა უნდა ჩამოვჩით ყველაფერს და აღატომღაც ესე მაგ მიმართულებით შეიძლება გამოცდილება არ მაქვს და რთულია გასაგებია მაგრამ ნუ იქითკენ მივდივართ რომ აი მაგალითად აი ხა იტალია ვახსენეთ რა იტალია მსოფლიოზეც ხა ზელანდიასთან წააგო მაგრამ თამაშობდნენ ბურთი ეჭირათ უტევდნენ ბურთს ამოძრავებდნენ ძალიან საინტერესოდ თამაშობდნენ რა ჩვენ ეს ცდელობები ძალიან ნაკლებად გვაქვს რა აი თითქოს ჩავიკეტეთ რომ აი არ წავაგოთ იმაში რა რაღაცაში და რა შეიძლება წააგო სპორტში რა ეს ხო რაღაცა ძალიან სისტემურად გონია რომ სისტემურად თამაშობ და ნუ ვიცით რომ ლევან საიდან მოდის ეგ შიში აი ჩემი აზრით რაც გვაკლი არის მრავალფეროვნება რაც ისა ნუ თითქოს ლელოს ვერტიკალზე წავიდა მთელი რაგბი რა მარტივად რო ვთქვა ეხა იქაც ეხა ვერ გავიგე რას ნიშნავს ლელოს ანუ სისტემა ეხა რაგბის გუნდებს ეხა ლელო გულისხმე შენ კლუბი ხო ანუ შავი ლომი იქ რაღაცა ის ფილოსოფია ნუ რაღაც ეტაპზე იყვნენ რომ ნუ ეხაც მე შეიძლება არ მომწონდეს მაგათი სტილი მაგრამ ნუ დომინანტები რა საქართველოში ეგრე ფილოსოფიაც ეს წავიდა მაგრამ ისედაც ამ კარგ გუნდებთან თამაში რო დავიწყეთ ბურთი ნაკლებად გაქვს მაგრამ ამას ჩვენ ხელს უწყობთ შეიძლება ეხა ცოტა ისეთი გამოცდილი მსნელები ქართველები მათ შორის მოვიდნენ სტატისტიკები მოიტანონ რომ ფეხით ვინც თამაშობს ის უფრო მეტ თამაშს იგებს მაგრამ კი არის ეგეთი კი მაგრამ ჩვენ თუ არ ვითამაშეთ ვერ განვითარდებით ეგრე ვფიქრობ და ქართულ რაგბს აცაკლია მრავალფეროვნება სკოლების მრავალფეროვნება ქუთაისი აშკარად გამოკვეთილად განსხვავებული არის აკადემიას განსხვავებული ვიყავით და განსხვავებული ფილოსოფია თუნდაც აი თქვენი თბილისი იყო იქ სხვანაირი ინტელექტის მქონე გუნდი იყო და ეს აკლია აშკარად გამოკვეთილად 1-2 სკოლა არის და განსხვავებას ვერ ვქნით ეხლა წავიდეთ იქით მოთამაშეები მიდიან საფრანგეთში რა აი მაგალითად პირველი ხაზის დომინაციაც რო არის რა რეალურად ჩვენი მოთამაშეები ეს პირველხაზელები ნუ აღარ არიან ხო ეს გაბარიტებში დიდები მაგრამ არიან ისა მესამე ხაზელები ვით მოძრავი მაგალითად გოგიჩაშვილი რასინგში მელიქიძე არ არის რომ ის თაობა აი ეს ხანდახან არ გეყოლება ეს ირაქა სიტყვაზე მაგრამ თაობა სულ მოდის რა და თქვა შორის ტელევიზიაშიც რო ვიყავი ვადევნებდი ამ ციფრებს რომ ყოველ ტურში რა 15 18 ხანდახან 20-მდეც ქართველი ტოპ 14-ში თამაშობდა ყოველ ტურში და 20 პლუსი არის პროდეურში ანუ საკმაოდ საკმარისი რესურსი არის ნუ უკანა ხაზის ნაკლებობა ამისთვის უნდა ყოფილიყო შავი ლომი რაღაცა მაგრამ აქაც იგივე მოთამაშეები ვინც ეროვნულ ნაკრებში სიტყვაზე იყვნენ იგივე მოთამაშეები თამაშობდნენ და ფაქტიურად ახალგაზრდებისთვის ჩაკეტილი იყო ეს სივრცე რომ ეხა აკადემიიდანაც მაგალითად 10 ნომერი იყო ის მოძვრიშვილი რა და რამოდენიმე ისეთი სხვადასხვა კლუბებიდან რა და ხო უთვლიდი რა ისა ეხა 8 თვეში რო 4 თამაში გამოგივა რა უნდა მოუმატო რა და ფაქტიურად ეხა ეგ იყო რომ ანუ იმ გუნდებში ვინც ტოპ გუნდებში ვინც ვერ მიდიოდა და თავარი უკანა ხაზელები მათი ფორმისთვის იყო მაგრამ აი ახალგაზრდებისთვის აი ახალი მოთამაშეები წამოსულიყვნენ ეგ ფაქტიურად ჩაკეტილი იყო და აი ხა თუ ეხა ნინიაშვილი ეხა ერთეულები ეხა არ ვთქვათ რომ მაგრამ მუშაობ და ნინიაშვილი მაგიტო გაიზარდა ეგ მაშინ კიდე გვეყოლებოდა 1-15 ნინიაშვილი ეგ რო ჩვენი მუშაობის დამსახურება იყო პირველი რაც ჩემი აზრით თავარი პრობლემა არის აკადემიები და აკადემიები არანაირად არ უნდა იყოს კლუბური
რაღაცა მაგაზინს. მაგას ცვლიან ახლა როგორც არა, იმას დაახლოებით ვიცი რაც არის და არის კონკრეტულ კლუბებზე მორგებული და არის დამატებითი დაფინანსება 200,000 თუ რაღაცა რო აიღო და იგივე მსვლელები ავარჯიშებენ რაღაცა ისეთ მოთამაშეებს მაგალითად რომლებიც დიდ გუნდში მუშაობენ ან ისა ან ეს და ანუ თავარი საითკენ მიმყავს ხა აკადემიაში მე თუ მკითხავ ახალგაზრდული აი თამაშის მომგები მსვლელები არ უნდა შეიძლება სპეციალისტებად მოგწეული ყავდეს მაგრამ აი როგორი ფილოსოფიას მე როგორ ხედავ აი მაგალითად რეგიონში აჭარა გურია სამეგრელო 6-8 კლუბი არის იმათი გამორჩეული ბავშვები რო არ დაიკარგოს აი ისე პოზიციაზე 3 რაღაცა ისა ეს შეაგროვო ყველა პოზიციაზე ისე რომ ერთი პროპოზიციისკენ არ წახვიდე, იმიტომ რომ შეიძლება 10 ნომერი არ ყავდეს და 15 პირველ ხაზელი ყავდეს. რომ ესე სისტემურად უნდა, აი საქართველოში რომ უყურებ მაქსიმუმ არის 8 აკადემია რო გააკეთო. შეიძლება ანუ რეგიონების მიხედვით რა. აუცილებელია ეს არ იყოს კლუბების მართლობის ქვეშ, იმიტომ რომ ამას იყენებენ მონოპოლიისთვის, მოთამაშეების წასართმევად, ისედაც მონოპოლიებისთვის ხირი იყო იმ ნაკრების სისტემაშიც, რომ გადმოდი იქით რაღაცა თითქოს ჩაკეტილია, მაგრამ ყველა მიცის არ ლაპარაკობენ პირდაპირ, მაგრამ შიგნით ესე არის რა. ხო და რაგბის სხვა შორის თავიდან იყო შედარებით პირველი აკადემია რო გაკეთა პაატა იყო დავით ჩაულეიშვილი მალხაშეიშვილი შეიძლება არ იყო ის მაგრამ ეს დემოკრატიულობა იყო რა თავისუფალი სივრცე სადაც მართლა გამორჩეული ბიჭები ხდებოდნენ მე რაღაცა ეტაპებზე შეიცვალა და სულ ნუ იქ ელიტ აკადემია იყო მე ზაზა რო იყო მაგ პერიოდში მან კიდე რაღაცები იყო რომ ეს ისა და აი ეს რაგბის კავშირი კონკრეტულ კლუბებს შეიძლება რაღაცა ფინანსები საბონუსო სისტემა იყოს, მაგრამ აი ეს აკადემიის და ცენტრები უნდა იყოს დამოუკიდებელი. იმიტომ რომ იყენებენ გავლენებისთვის და მანდ უკვე სხვა მიმართულებით მიდის, არანაირი განვითარება, არანაირი ისა და რაც თავარია ეხა რესურსი რაც არის რომ მან აკადემიის აზრი რა არის რომ განსაკუთრებული უნარების ქონი ახალგაზრდები ცოტა უკეთესად ავარჯიშონ ცოტა უკეთესმა მსმენელებმა მოამზადონ და მიცენ აკადემიური განათლება რომ როგორ სხვა აქვს ჩვენ ეგეთი მსმენელები ლევან ჩემი აზრით ანუ აი ესეთი რომ მან აუცილებელი არის აი ესეთი პრინციპის დანერგვა რომ ნუ ერთი გამორჩეული თავარი მენეჯერი, მსმენელი აკადემიის და იმ რეგიონში, აი მაგალითად არის, ახლა თქვი აჭარა გურია სამეგრელო, არის 6-8 კლუბი. შეგიძლია რომ თითო ახალგაზრდა წამოიყვანო და იქიდან ააწყოს ტაპი, საიდანაც კიდე აკადემიიდან ცალკე განათლება წავა კლუბებში. იქნება არა ის რომ ვიღაცის მონოპოლია, ოღონ თუ როგორც კი რომელიმე კლუბს აკიდებ ამას რომ აი ეს აკეთებს ხო ეგ გასაგებია კაცო ეგ ჩვენ ეგ კითხვები ჩვენ ჯაბა ყავდა და დაუსვით და მაგრამ გითხარ რომ არა ესე აღარ იქნება ანუ იქნება საერთოდ ანუ სასელექციო მუშაობა იქნება ნუ აი იგივეა ეხა კლუბში გამოვაგანო ვიცი როგორც არის გასაგები ხო მაგათ ხო და ჩვენი კითხვა ზუსტად ეგ კი მაგრამ ვინ გააკეთებს ამ სელექციას ვინ აი შენ რასაც იცახე ანუ მე რას ვიცახე ეხა რაღაცა ჩემი იდეები კი არა უბრალოდ კონკურენციას გულისხმობ და არა მონოპოლიას მონოპოლია განვითარებას არ იძლევა რა თავისუფალი კონკურენტუნარიანი გარემო სადაც მნიშვნელოვანია რომ იმ პატარ-პატარა კლუბები არ მოკლათ, რომელიც მაგალითად არის რა, ბევრი. გასაგებია, ლევან. აი რამოდენებიჯერ მაქვს ნათქვამი რა, ეხლა მე მგონი გიორგისთან ლაპარაკობდი, ჭუმბურიძე რო ყავდა. ბიჭო, 20 წლის წინ თელ მოედანზე თამაში გვიჭირდა. თელ სიგანეზე რა. ბურთის მოძრაობა შენ რა თქვი ტერმინი? აი მაგას გულისხმობ რა. გვიჭირდა რა, მოძრაობა. დღეს არ გვიჭირს. ესაც გვიჭირს. დღესაც გვიჭირს. ეხლა სულ მაგას ვკითხულობ რა. ეხლა დავლოცვილო, ესე იგი რაღაცას არასწორად ვაკეთებთ რა. დღესაც იგივე პრობლემა გვაქვს. მაშინ 20 წლის წინ რო გქონდა და. ეხლა იცი რა არის? მე დღეს ეხლა შავლომს რო უყურე, არ ვიცი ეხლა შეიძლება ეგ არის მე
მე ხა მოწყვეტილი ვარ უკვე დიდი ხანია თქვა წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით აღარა ვარ მე პრაქტიკოსი მწვრთნელი ისა და იმ წრეებში არა ვარ მაგრამ აი ეგეთი შთაბეჭდილება დამჩა დღევანდელი თამაში ძალიან კარგი პარამეტრების ჩვენი ბიჭები ძალიან კარგი კუნთის მასა ჩვენ ბიჭებს არანაირად აი არავის ნაკლები კუნთის მასა არ არის იქ ყველაფერი არის წესრიგში მაგრამ ისე ხო არ არის საქმე რომ გაცილებით უფრო მეც ვკაჩავთ და ვკარგავთ პლასტიკას რატო გვაქვს ბურთთან პრობლემა ნუ აი ეს ვარჯიშების სტილი ხო ეხლა ეს ვარჯიშების მეთოდიკაა შენ რო აფრიკელი ხარ და All Blacks-იდან ხარ თუ ზელანდიელი ხარ თუ ფრანგი ხარ რომელსაც ერთი 10 წელი მინიმუმ ბურთი და სულ და ბურთთან მაგრად ხარ და მერე რო იწყებ კაჩაობას ეს არ გეკარგება შეიძლება დაკარგო რაღაცა პატარა შენ რო ეს არა გაქვს დალოცილო და იწყებ კაჩაობით და მერე გინდა ტექნიკა ამას მოარგო იქნებ რაღაცა ესეთი მომენტებიც არის მე არ ვიცი შენ ახლა უბრალოდ პრაქტიკოსი ხარ როგორ შეიძლება ახლა არ ვიცი რა სიმართლე გითხრა ნუ როგორ შეიძლება 2 მეტრიდან პასი მომცენ 2 მეტრიდან და ისეთ სიტუაციაში რომ არც ზეწოლაა დიდი და მე ის ბურთი ვერ დავიჭირო კაცო არ მესმის რა ხო ნუ ეგ ვარჯიშებით ანუ მეც ანუ სტილიც ესეთი ანუ აკადემიაშიც მე რო უფრო იქითკენ მივდივარ ხოლმე რომ ცვალებადი წესებით თამაშობები სადაც უფრო სათამაშო შეგრძნებები აი შენთან ახლა ფოჩი ხო გაქვს ეს აწყობილი რა აი ბავშვები და როგორ მოდიხარ რა ანუ პატარები ერთობიან ფურცისვრიან აქეთი ანუ აქ უფრო აი დიდი გუნდისის რო ვთქვათ იქაც ნუ ესენიც თან სამეგრელოში უფრო მოთამაშეები არიან სხვათა შორის ესეთი გამორჩეულად შეუძლია თამაში უყვართ ძალიან იქ არის უწყვეტობა ის არიან მაგარი ბიჭები არიან ძალიან და ანუ ეს მთელი კვირის განმავლობაში ნუ არის რომ ძალიან ისეთი ფინალებისკენ ემზადები ცოტა ზედმეტად სისტემური სტრუქტურული მაგრამ მთლიანობაში ვცდილობ რომ უფრო მოკლედ უნარები და თამაში ცვალებადი წესებით სადაც ეს სათამაშო შეგრძნებები უფრო კონდეს და ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ თამაშების რაოდენობას წელიწადში. ეხლა წელს მაგალითად ეს პუარები რაც ანუ დუბლები რაც თქვით და თავარი გუნდის ერთად გამოვიგვივი და 39 თამაში. სადაც ეხლა 50 კაცი ყავდა რეგისტრაციაში და მთლიანობაში 35 იყო ახალგაზრდა. და ძალიან ის ქონდა რა როტაციებს ვაკეთებდით რაღაცებში ძალიან გაგვიჭირდა. და ეს როგორი რაოდენობაა? ანუ ცოტა. მაგრამ გავზელით მიუხედავად იმისა რომ სადაც ძალიან ეს კალენდარის ისე იყო რა თუდად დაგეგმარება ისა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თამაშების რაოდენობა იმ ვარჯიშების გარდა რა. აი რამდენი უნდა იყოს? ნუ ეხლა აი მოდი აი პროფესიო 40 ცოტა. აი სტანდარტები როგორ არა 40 ძალიან კარგია. ხო და აი მაიკ კითხე 39 თამაში გამოგვივიდა. აკადემიაშიც იგივეს ვაკეთებდი, არმიაშიც იგი, იმიტომ რომ ანუ მოთამაშეს რომელსაც სეზონში 20 თამაში არ აქვს, ნუ ძალიან ცოტაა. ძალიან ცოტაა. ანუ აი რო ვთქვათ, ეხლა ძალიან მაღალი დონე, მაგალითად top 14-ის გუნდს რამდენი ხო 26 პლეიოფი მერე ევროტურნირი დაახლოებით 35-38-ზე ადიან რა. პლუს სანაკრებო სივრცე 10-11 არის. ფასები კაცო, ჩემპიონთა ლიგა. ხო და ნუ ამას ეხა ყველა თამაში ხო არ თამაშობს 30 თამაში. საშუალოდ მოთამაშეს არის ნორმალური. აი ერთი ესეთი რაღაცა მაინტერესებს რა, მაიც იქითკენ მივდივარ, აი ჩვენ თან ეხა მე ბოლო მარტო ესა ეხლანდელი 20 წლიანები რო ავიღოთ სიტყვაზე თქვა 18-იანებშიც არის ეგ პრობლემა შენ თქვი რომ ვეძებდით 10 ნომერს და ვაკვირდებოდით ესე იგი ვიდეო ანალიზს ვაკეთებდით და ნუ ხო რა ხო რომ შენ გაგ შენი თამაში თქვა წარმოდგენილი და იმას გინდა რომ მოარგო 10 9 თუ და ასე შემდეგ ხო? თითქოს საბაზისო უნარები რო ქონდა ეგეც ხო, გერმანდა. სტილი და ფინანსი. ეხლა მე ლაპარაკობ გუნდზე, რომელიც თამაშობს ჰაი გუნდებთან სოფლიო თასზე თამაშობს.
მოდი ვთქვა 20 წლიანებზე. აი მე ბოლო პერიოდის 20 წლიანებს რო უყურე, ხო? ნუ არ იყო ცუდი გუნდი, მაგრამ იქ თამაშობდნენ 10 ნომრები მაგალითად. 10 ნომერი შენ ახლა ახსენე 9-10 ღერძე, აი ახლა ხო თქვი ჩემპიონთა ლიგაზე ხაზი გაუსვი, რომ იქ 9 და 10-მა ითამაშებს თან. ნუ ვიცით რომ ღერძი 2, 9, 10, 8, 15 ეს არის ღერძი, რომელიც ნუ ამაზე იგება რა და ხერხემალი. აი უყურებ მე ახლა ამ 20 წლიანებს წინა წლებშიც რაღაცა. ბიჭო, ხედავ რომ აქვს უნარი რომ ძლიერად ჯანიანი ფეხი აქვს რა, მაგრამ არ უტევს. ბიჭი არ უტევს. ახლა არ მინდა სახელებით და გვარებით ლაპარაკი, მაგრამ თუმცა ეგეც არ არის პრობლემა, ახლა ცუც კი არაფერს ვამბობ, კაცო, ზა ოქრო ბიჭები არიან ყველანი, მაგრამ აი თამაშის შენ ფილოსოფია რო თქვი ახსენე რა. ბიჭო, 10 ნომერი რომელიც არ უტევს, შენ გაწყობს ეგეთი 10 ნომერი. თუ შენ გირჩევნია 10 ნომერი რომელიც უტევს, ძალიან ხშირად უტევს. შეიძლება ვთქვათ ისეთ სიტუაციაში, ნუ ჩათვალოს რა მეც იღებს თავის თავზე. ანუ ბურთს რო იღებს, გვერდზე კი არ აკეთებს პირველ ნაბიჯს და პას. არამედ აქვს უფლება, ამის უფლება აქვს, თავისუფლება აქვს, რომ შეხედოს რა, წინ იყუროს, წინ გვერდზე კი არა, წინ იყუროს და ეძებოს იქ, სადაც შეიძლება შევარდეს. როცა ესეთი 10 ნომერი არ აკავს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მომზადონ 10 ნომერს, მიცენ სუფთა ბურთი, რომ იმან ფეხი დაარტყას. ეს თამაში, ეს ხო ჩვენი თამაშია. აი ეს ჩვენი 20 წლიანები ხო ესე თამაშობდნენ. ეხლანდელზე არ ვამბობ, ჯერ არ ვიცი, ნახავთ და ვილაპარაკებთ მერე მაგაზე, მაგრამ აი ლადო იყო ხო ვთქვათ, იქ ილია იყო, მაისურაძე, ზურა იყო, ამონაშვილი ხო? საკმაოდ დიდი გამოცდილებით ადამიანი. აი უყურებ მე რომ ებს ამზადებენ იმისთვის, რომ მიიღოს ვთქვათ იმ ოქრო ბიჭმა 10 ნომერზე დაარტყას ფეხი. აი ეს თამაში ჩვენ სადამდე მიგვიყვას აი ეს კონცეფცია ეს აი მოდი ესე ვთქვათ რომ აი სოფლიო ჩემპიონატზე უშუალოდ როცა იგივე სამხრეთ აფრიკას ითამაშები, ახალ ზელანდიას, ლადოსთანაც ისეთი კარგი კომუნიკაცია გვაქვს და რაღაცების გაზიარება ის ყოველთვის ქონია რა ერთმანეთთან და ისა და ვიცი რა ხედვები აი მან პრობლემა ნაკლებად უნდა ვეძებოთ, ჩემი აზრით უნდა ვეძებოთ რომ ქვემოთ აკადემიები, სადაც აი 16, 17, 18 წლის ბიჭები იქ აი იქ უნდა გამოვარჩიოთ ტალანტები, მივცეთ ის თავისუფლებას, აბაზისო განათლება, სადაც იქ და იქ უკვე ასარჩევად გექნება საქმე, თორე 20 წლის ბიჭი ვერ ასავლი თამაშს, ანუ მარტივად. კი ბატონო, ასარჩევად რომ ეკნება. იქ მარტივად ირჩევ რა, მოგდის ეს კაკ, ეთამაშები ზელანდიას. ეს სხვა რამეს, სხვა რამეს მოგერო. აი მთელი თამაში მიდის მაგისთვის, რომ ამან დაარტყას ფეხი. ანუ ჩვენ ყავდა სხვა მოთამაშეები, მაგრამ არჩიეს ის მოთამაშე, რომელიც ფეხს ურტყავს. მაგრამ შეტევა მე რა იმან ის ბიჭი კლუბშიც თამაშობს. აი სხვათა შორის მე არ მინახია ეს ბიჭი რომელი 20 წლამდელები იყო შარშანან შარშანწინ, აი 8-ში რო გავედით რა. ყველაზე თამაშობდნენ რაღაც თაობა, ესეთი იყო. კი, კარგები იყო. კარგებიც, აი ბაზები უტევდნენ რაღაცებს ძალიან. მე კი ბატონო, კარგები იყვნენ. მაგრამ ჩვენ ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვამბობ თამაშის განვითარებაზე. თამაშის განვითარებას აი ну, როგორ უნდა თქვა ის, რომ სხვაგან ვართ რა, რაგბი სხვაგან მიდის, ჩვენ სხვაგან ვართ და რაღაცა გვეშინია რა, შეცდომების დაშვების რა. მაგრამ შეცდომების დაშვებაზეც არ არის, ხანდახან ისედაც თამაშიც იმდენ შეცდომებს უშვებთ რა, მაგრამ ну, ფაქტიურად არ ვთამაშობთ რა და სადაც სანახაობა არ არის რა, ძალიან ცოტა თამაშები ყოფილა სანაკრებო დონეზე, რომ სასიამოვნო იყო. ეს მაგარი თემა არის, რომელსაც ექნება ესე იგი გაგზელება, მით უმეტეს რომ ეხლა გიამ როგორც თქვა, ეხლა ჩვენ ესე იგი დავждებით სოფლიო თასის საინტერესო ყველაზე კარგი სტატისტიკა ქონდა სხვათა შორის, ანუ ადრე ვადევნებდი ხოლმე მაგ სოფლიო რაგბის იმას, ანუ ქულები გადის ყველაზე მეტად გახსნილი თამაშები არის 20 წლამდელებში და ძალიან საინტერესო იქნება, ვფიქრობ, საინტერესო იქნება. სხვადასხვა სტილის 16 გუნდი, რაღაცების უსტებიც იქნებიან, ეხლა რომ ისა, მაგრამ მათ შორის ჩვენი თამაშებიც უნდა გავარჩიოთ. კი. ო ისე რა,
აი ეს იქნება საინტერესო იქნება ძალიან რა. და მე ანუ ეს თემა თვითონ თამაში, როგორი თამაში გვინდა ჩვენ, სადამდე შეგვიძლია, რესურსი რა გვაქვს მე ამის აი ეს თემა კიდე გაგრძელდება, ეს დიდი თემაა ახლა ჩვენ ერთი გადაცემაში მაგას ვერ გადავხარავთ. ტენდენციებს დავინახავთ ახლა ფაქტიურად ჩვენ ელიტის ტენდენციებს დავინახავთ საით რა უნდათ რომ ათამაშონ თავის ბიჭებს, იმიტომ რომ ეს ვიცით რომ 2-3-4 კაცი ეგრევე ნაკრებში მიდის ხოლმე რა ახლა. ხო, ну შეიძლება არც უნდა გამოეკიდო იმას, რომ გინდა თუ არა იქ დარჩე და რაღაც ანუ თავისუფალი თამაში არ ითამაშო ან აქცენტი არ გააკეთო სწორხაზოვან მოთამაშეებზე რა. ხო, ну ეგეც არის რა. გააჩნია. კარგით ხალხო. რა ვიცი. აი საუბარი გამოგვივიდა, მე ძალიან შემშურდა ლევანის ჩემი ახალგაზრდობა გამახსენდა ისე დღეში ახლა ესა რაღაცებს აშენებს და ხო არ ზახვიდოდი ფოთში. კია. გვერდში აუცილებლად შენიშნა კადრები იგი კლიმატი ქაური რესტურნეთ მე და ერთი სტუმრობით გესტუმრებით აუცილებლად. ზიან ნამდვილ დასავლეთში. მადლობა ლევან. კოვოების მეშინია ფოთში ვერჯამ. მადლობა ლევან სტუმრობისთვის. მაინც ბოლომდე ვერ ამოვწურეთ ჩვენი საუბრები, თუმცა ჩვენ ამის შანსი გვექნება. ესე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენ ამას სოფლიო თასის გარჩევებს გავაკეთებთ, ტურების გარჩევებს გავაკეთებთ და ნახოთ როგორ გამოგვივა, ცუდი არ უნდა იყოს, ალბათ საინტერესო იქნება და უყურეთ აუცილებლად შემდეგ ჩვენ ჩემპიონატის მსვლელობის დროს ცოტა გრაფიკი აგვერევა, უფრო ხშირი იქნება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩემი არქივის გაციფრულებასთან დაკავშირებით და აქვე არის ანგარიში, სადაც შეგიძლიათ მცირე თქვენი შესაძლებელი დონაცია გააკეთოთ. დაგვილაიქეთ, მოვყევით, გვიყურეთ. მომავალ შეხვედრამდე.